საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი ილია ჭავჭავაძე. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. წარმოგიდგენთ ფილმების სერიას. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ეროვნული სასწავლო გეგმა. საშუალო განათლების სისტემის მარეგულირებელ ძირეულ დოკუმენტს წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა. ეს ვრცელი დოკუმენტი შედგება ორი ნაწილისაგან. ესენია პრინციპები და რეკომენდაციები და საგნობრივი სტანდარტები. ეროვნული სასწავლო გეგმა სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის სავალდებულო სახელმძღვანელოა. ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისას ჩვენ ვითვალისწინებდით სხვადასხვა ფაქტორებს, რაც საქართველოში არსებობს. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის გამოცდილება, რაც საქართველოში უკვე არსებობდა ამ სასწავლო გეგმის დანერგვისას. ეს არის პრინციპში ის მეთოდები, რასაც მასწავლებლები იყენებდნენ, ან ორგანიზაციული, ან სტრუქტურული თავისებურებები, რაც ჩვენ საავტორო სკოლებს ჰქონდათ. ეს არის ის ყველაფერი, ის კარგი, რაც ჩვენ სისტემაში არსებობდა საბჭოთა კავშირის დროსაც და მანამდეც. ჩვენ ყველა ეს პრინციპი შევკრიბეთ და გავაერთიანეთ ამ სასწავლო გეგმაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეორე სხვა ფაქტორიც, რაც არის თქვა მასწავლებლების მომზადება. ანუ ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ იმას, თუ რა იციან მასწავლებლებმა და რისი შესრულება შეუძლიათ იმ დროს, როდესაც განსაზღვრავთ ჩვენ მოთხოვნებს და როცა განსაზღვრავთ იმ მიღწევებს, რაც ჩვენ მოსწავლეებს უნდა გქონდეთ წლის ბოლოს. ან თუ მასწავლებლს არ შეუძლია დღეს თქვა რაღაც მიღწევა, ჩვენ მას დღეს არ შეიძლება არ ვთხოვდეთ და ეს შეიძლება მომავლის საქმე იყოს, მომავლის საკითხი იყოს ამის დანერგვა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩვენ გაგვესაზღვრა თუ რა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს სკოლებში, ანუ თქვათ იგივე ლაბორატორიები არის თუ არ არის, ფიზკულტურის დარბაზები არსებობს თუ არა, რა ტიპის თვალსაჩინოებები არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სასწავლო გეგმა არ არის გათვლილი მომავალზე, როდესაც უკეთესი მდგომარეობა იქნება, როცა უფრო მეტი წიგნი იქნება ბიბლიოთეკაში, როდესაც უფრო მეტი ლაბორატორია იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე სასწავლო გეგმაში გვაქვს შემოთავაზებები თუ როგორ შეიძლება თქვათ გვერდი ავუაროთ რაღაც რესურსების ნაკლებობას ამ ეტაპზე, მანამ თქვათ გაუმჯობესება იქნება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პედაგოგიური მიდგომები, რაც საქართველოში ვითარდებოდა მეცნიერების მიერ და რაც ასევე საზღვარგარეთ ვითარდებოდა და ასევე საზღვარგარეთული გამოცდილება იგივე რეფორმების ჩატარების დროს. და რაც მთავარია ეროვნული სასწავლო გეგმა იქნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საფუძველზე, ანუ იმ შეთანხმების საფუძველზე, რასაც მთელი ქვეყანა ერთობლივად ასე ვთქვათ აღწევს. ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება 5 პრინციპულ სიახლეს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მის მიერ მიღწეული შედეგი. გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები. სწავლა ნიშნავს ინფორმაციის დაგროვებას, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებების განვითარებას. სწავლებაში მოიაზრება არაერთი კონკრეტული გზის გავლა, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება. მთავარი ორიენტირი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ მისი ხარისხი. საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მის მიერ მიღწეული შედეგი. ახალი სასწავლო გეგმა ეფუძნება განათლების ისეთ კონცეფციას, რომელიც არის მოსწავლეზე ორიენტირებული. თითოეული მოსწავლე მოიაზრება როგორც უნიკალური პოტენციალის მქონე პიროვნება, რომელმაც სწავლების მეშვეობით უნდა განავითაროს თავისი შესაძლებლობები. თუკი ახალი კონცეფციით დასასწავლი მასალა წარმოადგენს საშუალებას, რომელსაც ხორციელდება მოსწავლის უნარების განვითარება, ძველი კონცეფციით ფაქტიურად მასალის დასწავლა ატარებს თვითმიზნურ ხასიათს. ცხადია, ეს განსხვავება აისახება თვითონ მორ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, მათ სტრუქტურაზე, მათ შინაარსზე და მათ მიზნებზე. ცხადია, რომ ეს განსხვავება, რომელიც არსებობს ძველსა და ახალ სასწავლო გეგმებს შორის, აისახება სახელმძღვანელოებზეც, მათ შინაარსზე. ადრე მთავარი იყო ტექსტი,
და ასე ვთქვათ, ტექსტში მოცემული ინფორმაციის მეხსიერებაში ჩაბეჭდვა. ეხლა კი მნიშვნელოვანი არის ტექსტით მიღებული გამოცდილება. რადგან საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მის მიერ მიღწეული შედეგი, ახალ სასწავლო პრაქტიკაში ინერგება სხვადასხვა სტრატეგიები, რომელთა მიზანია შეჯამდეს განვლილი პერიოდის სასწავლო შედეგები და დაისახოს სწავლის ხარისხის გაუმჯობესების გზები. ერთ-ერთი ამგვარი მეთოდია წლის ან ტრიმესტრის ბოლოს მასწავლებლის მიერ მოსწავლესთან მოწყობილი გასაუბრება. ეს სასწავლო წელი შენთვის წარმატებული იყო თუ წარუმატებელი? ეს სასწავლო წელი ჩემთვის იყო ზომიერად წარმატებული, მაგრამ არ იყო ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, იმიტომ რომ მე ვოცნედი სკოლას. ხშირად ასწავლდი სკოლას. საკმაოდ ხშირად ეს იყო საპატიო თუ არასაპატიო მიზეზებით, მაგრამ ვფიქრობ, მაინც შევძლი რომ გამეკეთებინა რაღაც ეტაპზე ჩემი საქმე. ძალიან კარგია რომ შენ ობიექტურად შეაფასე ის, რასაც ფრიშენს წარუმატებლობის მიზეზად. აუცილებლად მინდა ვთქვა ის, რომ შენ უფრო მეტად გიყვარს თავისუფალი თემების წერა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ პუნქტუაცია ეს არის შენი ძალიან დიდი სისუსტე. თუ მაგალითად აი ამ კუთხით მაგ წერას ჩვენ ჩაუჯდებით კარგად და ვიმეცადინებთ, მე მგონი ამას შენ დახვეწე. იმედი მაქვს რომ ასე იქნება, მაგრამ ჩემი თავარი ნაკლი არის ის, რომ როცა ნაწარმოებს ვკითხულობ, საკმაოდ ბევრს ვკითხულობ, მაგრამ როდესაც ვკითხულობ, ძალიან იშვიათად ვუკვირდები მძიმეებს და არ წერტილებს ვუკვირდები მძიმეებს. იმიტომ რომ ვკითხულობ იმდენი აზრით და უფრო გულით და თითქოს არც ვაქვს ყურადღებას. მაგრამ ის მძიმე საჭიროა. რა თქმა უნდა, პუნქტუაცია საჭიროა. დაირღვევა ვერ გაიკეთო, ძალიან ბევრ ქართველს უჭირს თავისუფლად გადმოცეს თავისი სათქმელი წერილობით განსაკუთრებით და შენ ეს ნიჭიერება გაქვს. ამიტომ უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა, მომავალ წელს უფრო სერიოზულად უნდა პრაქტიკული სამუშაოებია ძალიან ესეთი ამ სახელმძღვანელოში, მე-10 კლასის სახელმძღვანელოში და ის ნაკლი და ის სისუსტეები რაც შენ გაქვს, მე ვფიქრობ რომ ეს ამოივსება ამ სახელმძღვანელოს საშუალებით. გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები. მოგეხსენებათ, რომ ძველი სასწავლო გეგმა მორგებული იყო საშუალო მოსწავლეზე, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა კი ითვალისწინებს ყველა შესაძლებლობის მოსწავლის ინტერესებს. თავად შედეგები არის მიღწევადი, არ არის ისეთი რა მოტანილი, რომელსაც ვერ მიაღწევდა მოსწავლე. იგი შეესაბამება მოსწავლის ფსიქიკურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს და თავად სასწავლო მასალები, რომლებიც იქმნება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ შესაძლებლობებს. აი გრიფირების წესი სწორედ ითვალისწინებს აი შესაბამისობის დადგენას, როგორც წესი ეროვნული კანონმდებლობა განსაზღვრავს ამას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი ახორციელებს გრიფირებას და იგი მიმდინარეობს ძირითადად 3 კრიტერიუმის გარშემო. ეს გახლავთ შინაარსობრივი შესაბამისობა, ეს არის მეთოდოლოგიური შესაბამისობა და გამართულობა და ტექნიკური შესაბამისობა. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ასევე ახალ საათობრივ ბადეს, რომლის მიხედვითაც მოსწავლის ასაკობრივი ინტერესები არის მაქსიმალურად გათვალისწინებული. მაგალითად, ცნობილია, რომ მე-10 კლასში ძველი სასწავლო გეგმის მიხედვით ერთდროულად მოსწავლეს უხდებოდა 18 განსხვავებული საგნის შესწავლა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ ახალ საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია ეგრეთ წოდებული ინტეგრირებული და ტრიმესტრული სწავლება. საგნების ინტეგრირება ამჟამად გამოიყენება ზოგად საგანმანათლებლო სკოლების მხოლოდ მე-7 და მე-8 კლასებში. საზოგადოებრივი მეცნიერებების, ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების სწავლებისას. მაგალითად, თემა ვაჭრობის როლი ეკონომიკის განვითარებაში შეიცავს ელემენტებს ჩამოთვლილი სამივე საგნიდან. ამდენად მოსწავლე დასახელებულ პრობლემას მრავალმხრივ გაიაზრებს და კომპლექსურად შეისწავლის. რაც შეეხება ტრიმესტრულ სწავლებას, ის გამოიყენება მე-7-დან მე-9 კლასის ჩათვლით, მხოლოდ საბუნებისმეტყველო, ხოლო მე-10-ში საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას. მას ორი უპირატესობა აქვს. პირველი ის, რომ თითოეული ტრიმესტრის განმავლობაში მიმდინარეობს ამა თუ იმ საგნის ინტენსიური სწავლება და მეორე, ამის გამო მცირდება ერთბაშად, ერთ ტრიმესტრში შესასწავლი საგნების რაოდენობა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში კიდევ მრავალი სიახლეა, რომელსაც ახალ საფეხურზე აღყავს სწავლების ხარისხი. ხელოვნებისა და მუსიკის ღრმად შესწავლა, არჩევითი საგნები მაღალ კლასებში და სხვა მრავალი, მათ შორისაა ინკლუზიური განათლებაც.
ინკლუზიური განათლება დღეისათვის განათლების სისტემის ერთ-ერთი მიმართულებაა და გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგად საგანმანათლებლო პროცესში. ჩვენ ამ მოსწავლეებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ვუწოდებთ, თუმცა ინკლუზიური განათლებისათვის, ასე ვთქვათ, ინკლუზიური განათლებას ექვემდებარება ყველა მოსწავლე, რომელიც სასკოლო პროცესიდან გარიყულია, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებიც, ასევე სოციალური ჩამორჩენის მქონე მოსწავლეები ან განვითარებაში შეფერხების მქონე მოსწავლეები. ასეთი მოსწავლეები დღესდღეობით უკვე სწავლობენ თბილისის სკოლებში, თავიანთ თანატოლებთან ერთად და ასეთი მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვა ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში და სწავლა ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მეშვეობით. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ძალიან კარგად და მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები მოსწავლის შესაძლებლობები. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას იღებს მთლიანად სკოლა, რა თქმა უნდა პირველ რიგში მასწავლებელი, ასევე ის ადამიანი პიროვნება, რომელიც კონკრეტულ სკოლაში ინკლუზიური განათლებაზე არის პასუხისმგებელი, მშობელიც, ასევე ფსიქოლოგი და სხვა დარგის სპეციალისტები, თუ კი ამის შესაძლებლობა არის. თუ კი მოსწავლე, რომელსაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ვასწავლით, ამ მოსწავლეს ბევრად უფრო, ვთქვათ, მარტივი სასწავლო მიზანი აქვს, ვიდრე უმრავლესობას კლასში, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მოსწავლეს არ ვუწევთ არ მაღალ ქულას, ვინაიდან მოსწავლე თავის სასწავლო მიზანს ძლევს და აღწევს. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში სწავლა და სოციალური ადაპტაცია ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის ინკლუზიური განათლებისა. სწავლა ნიშნავს ინფორმაციის მიღებას, უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას. სასკოლო ცხოვრების დამთავრების შემდეგ ადამიანს ცხოვრების დიდი გზა აქვს გასავლელი და მას რაც მთავარია უნდა შეეძლოს საკუთარი თვითგანვითარება. სწორედ ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ცოდნის, უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების ერთობლივად განვითარება. ეს მიდგომა არც ისე ახალია სინამდვილეში, ეს ძალიან ნათლად ჩანს დავით გურამიშვილის ნათქვამში. ჭკუა უხმარარს ბრიხთათვის, ჭკუა ცოდნით მოიხმარების. აი ასე სხარტად დიდი ხანია არავის უთქვამს ცოდნის სასწავლო პროცესის გააზრებული მნიშვნელობა. მოცემულ მაგალითებში ილუსტრირებულია ორი ტიპის გაკვეთილი: ინფორმაციის დამახსოვრებისთვის გამიზნული და მეორეს მხრივ უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი. სამ მსოფლიო რელიგიას შორის ესენია ქრისტიანობა, ბუდიზმი და ისლამი. ისლამი ყველაზე ახალგაზრდაა. იგი წარმოიშვა, მას საფუძველი ჩაეყარა არაბეთის ნახევარკუნძულზე მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში, კერძოდ პირველ მესამედში. არაბეთის ნახევარკუნძული ზღვისპირა რეგიონების გარდა ძირითადად უდაბნოს უკავია. ზღვისპირა რეგიონებში გვხვდება არსებობს ქალაქები, რომლებიც წარმოადგენს სავაჭრო და საკულტო ცენტრებს, ესენია მექა და იასრიბი. ეკა სად მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძული და რომელი უძველესი ცივილიზაციების გავლენას განიცდიდა ეს? არაბეთის ნახევარკუნძული მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მას ესაზღვრება ეგვიპტის რომელი უძველესი ცივილიზაციების გავლენას განიცდის? იგი განიცდის ეგვიპტის, შუამდინარეთის და ინდოეთის, აღმოსავლეთით კი ინდოეთის გავლენას, ცივილიზაციების გავლენას. კარგი, დავძალეთ. კარგი გოგო ხარ, ეკა, ოღონდ ცოტა უფრო ყოჩაღად შეგეძლო მეცხრე. არაბი ხალხის გაერთიანების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა მუჰამედმა. როგორც ვიცით, მუჰამედი დაიბადა დაახლოებით 570 წელს არაბი ვაჭრის ოჯახში. მუჰამედი ადრევე დაობლდა და ის ბევრს მოგზაურობდა და ყვებოდა სავაჭრო ქარავნებს სირიაში. ამ მოგზაურობის დროს ის ხვდებოდა ბევრ ადამიანებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ესაუბრებოდა მათ რელიგიაზე. ძირითადად ამ რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ ქრისტიანები და იუდეველები. რამ განაპირობა მისი დაპირისპირება იუდეველებთან? იუდეველებთან მისი დაპირისპირება იმან განაპირობა, რომ მუჰამედი იმედოვნებდა ქრისტიანები და იუდეველები მას მესიად აღიარებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კარგი გოგო ხარ, უმეწონე.
ჩვენ ახლა ვნახეთ ნიმუში გავრცელებული პრაქტიკისა, როდესაც მასწავლებელი მხოლოდ მოსწავლეს მეხსიერების შემოწმებაზე ორიენტირებული, თავად მისი სწავლებაც არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემაზე ორიენტირებული. როგორც ხედავთ, მოსწავლეები არ არიან ჩართული მოცემული თემის ან განხილვაში, ან მასზე მსჯელობაში. სასწავლო პროცესი არანაირად არ არის მათკენ მიმართული, რაც, რა თქმა უნდა, დაბალ აკადემიურ мотиваციას მიუთითებს ამ კლასში და მოსწავლეც, რომელიც პასუხობს, ნაკლებად არის დარწმუნებული იმ შეფასებაში, რომელსაც მასწავლებელი სუბიექტურად უწევს და არც უხსნის რის გამო უწევს ამა თუ იმ შეფასებას. მაშინ ხლა მივყვეთ და აბა ვისაუბროთ რა მსგავსება და რა განსხვავება ამ რელიგიებს შორის. ისლამი არ აღიარებს ქრისტიანობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, ეს არის სამება. ისინი აღიარებენ მხოლოდ ერთ ღმერთს, ეს არის ალაჰი. ალაჰი შესაბამისად აქ ჩაიწერება ებრაელთა მთავარი ღვთაება იაჰვე, ხო? ქრისტიანებისათვის წმინდა სამება. საერთო მსგავსება იქნება მონოთეისტური იდეა. დიახ, მონოთეისტური. ამ შემთხვევაში მასწავლებელს სწორად აქვს გააზრებული თუ რას ნიშნავს სრულფასოვანი სასწავლო პროცესი. საკმარისად ვიმუშავეთ, განსხვავება და მსგავსება დავინახეთ. ეხლა მოდი შევაჯამოთ ყოველივე ის, რაც თქვით, რაზეც ვიმუშავეთ და მინდა დასკვნის სახით ჩამომიყალიბოს თქვენ ზოგიერთმა თქვენთაგან მან ვისაც გნებავთ, რა არის ორიგინალური ისლამში. ეს იყო ჩვენი გაკვეთილის მესამე შეკითხვა. აბა ვის შეიძლება ნატალი? ჩემის აზრით ერთ-ერთი ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ მუჰამედა იმ რელიგიის ძირითადი დოგმებისა და პრინციპების ჩამოყალიბების პარალელურად მან შექმნა სახელმწიფოს მოწყობის, პოლიტიკური მოწყობის საფუძვლები. ანუ ეს ხდებოდა ერთდროულად. რელიგიის ჩამოყალიბება და სახელმწიფოს საფუძვლები და მოწყობა. ანუ რელიგია ბატონო, კიდევ ნაკლებ და ამატებს აბაზურა. ჩემი აზრით ორიგინალურიც არის და უცნაურიც, რომ არ ვიცით მუჰამედმა წერა-კითხვა იცოდა თუ არა და ეს წერა-კითხვის უწოდინარმა კაცმა ასე ვთქვათ, ამ ისეთ რელიგიას შექმნა, რომ უკვე ძალიან ბევრი ხალხი აღიარებს ამ რელიგიას და თან შექმნა ისე, რომ გადმოცემით. მას წაკითხულიც არ ქონდა ის, რისგანაც შექმნა ეს რელიგია. გაკვეთილის პროცესში დასმული კითხვები მიმართულია იმისაკენ, რომ ერთის მხრივ მეხსიერებაში გააქტიურდეს ეს ახალი ინფორმაცია, მეორეს მხრივ კითხვები იმდაგვარადაა დასმული, რომ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი შესაძლებელია ჩართული იყოს ამ მსჯელობაში, რადგანაც მიმართულია მათთვის საინტერესო საკითხების გააზრებისაკენ. ამავდროულად კითხვები ანვითარებს როგორც ანალიზის უნარს, ისე მიღებული ინფორმაციის გამოყენების და ტრანსფორმირების უნარს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაწილი, როდესაც მსჯელობისას არგუმენტების მოყვანას ცდილობენ მოსწავლეები და მასწავლებელი ამისკენ უბიძგებს. ამდენად ეს გაკვეთილი ბევრად უფრო სრულფასოვანი და სავსეა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის, ცოდნის როგორც მთლიანის განვითარების თვალსაზრისით. სწავლებაში მოიაზრება არაერთი კონკრეტული გზის გავლა, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება. სწავლის პროცესი ეს არის ისეთი საქმიანობა, რომლის დროსაც მოსწავლემ და მასწავლებელმა ერთად უნდა მიაგნონ იმ რაღაც ოპტიმალურ გზას, რომელსაც უნდა გაყვეს ორივე, რათა მიაღწიონ წინასწარ დასახულ მიზანს. ამის ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს, თქვათ, იგივე მათემატიკის სწავლების დროს, როდესაც რომელიღაც ეტაპზე საჭირო ხდება უარყოფითი რიცხვების სწავლება. ანუ ესე იგი რა არის ეს უარყოფითი რიცხვი? არის ფორმალური რაღაც ჩანაწერი, როდესაც რაღაც ცნობილ უკვე მოსწავლისთვის ცნობილ რიცხვებს უწერენ წინ მინუს ნიშანს და შემდეგ გარკვეულ მოქმედებებს, მათზე არითმეტიკულ მოქმედებებს სუბთა ფორმალურ დონეზე, პროცედურების დონეზე აზეპირებიან. ეს თავისთავად რაღაც ეტაპზე, როდესაც მოსწავლე უკვე
გაიგებს ამ უარყოფითი რიცხვის ცნებას და ღრმად გაიაზრებს, საჭირო არის ასეთი მოქმედებების ჩატარება და სუფთა პროცედურული უნარების გამომუშავება, მაგრამ ვიდრე მოხდება ეს ამ ცნების ღრმად გააზრება, საჭიროა სხვადასხვაგვარი მოდელების გამოყენება ამ ახალი ცნების მიწოდებისას. და ეს მოდელები ზუსტად უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეების ინდივიდუალურ გარკვეულ ამ წინაპირობებს, რომლებიც მათ გააჩნიათ. თქვათ, ეკას აქვს 3 ლარი ვალი და გვანცამ მას მისცა თავისი ფულიდან 2 ლარი ვალის გადასახდელად. რამდენი ლარი დაგრჩებოდა ეკა შენ ვალი? დაგრჩებოდა -1 ლარი. ანუ 1 ლარი დაგრჩებოდა ვალი. აბა ეხლა შენ აბა გვანცა შენ მითხარი რა მოქმედება შევასრულეთ ეხლა ჩვენ ჩემ ფულიდან ეკას მივეცი 2 ლარი და მან ვალი გადაიხადა და ნაწილობრივ და დარჩა გადასახდელი 1 ლარი. დაბძანე. ესე იგი, თუნდაც ერთი კლასის ფარგლებშიც კი შეიძლება საჭირო გახდეს რამოდენიმე სხვადასხვა მოდელის გამოყენება, თქვათ იგივე უარყოფითი რიცხვების ცნების მიწოდებისას. რიცხვითი ღერძი აი ეს არის მისი მაგალითი. თქვათ სათავიდან გადავადგილდი 3 ერთეულით მარჯვნივ. აბა მოდი, მაჩვენე 3 ერთეულით ის წითელი ბურთულა სად გადმოადგილდება? და მე 6 ერთეულით მარცხნივ. ეს იქნება უარყოფითი -3. რა მოქმედება შევასრულეთ აბა გვანცა? ჩვენ წერტილი გადმოვაადგილეთ ღერძიდან მარჯვენა მხარეს. რამდენი ერთეულით? 3 ერთეულით. ხოლო შემდეგ კი გამოკლება იმიტომ შესრულდა რომ დადებითი 3-იანიდან ჩვენ გადავაადგილეთ 6 ერთეულით მარცხნივ წერტილი. ამ ორი რიცხვის სხვაობა არის უარყოფითი -3. -3 დაბძანე. კაი გოგო. აი იგივე ზუსტად რიცხვითი ღერძი დახაზული გვაქვს დაბლა დადექის სათავესთან. სათავიდან გადავაადგილდეთ 2 ერთეულით მარცხნივ მარცხენა მხარე რომელი გაქვს? აბა 1 ნაბიჯი 2. რომელ წერტილზე მოხვდი? -2-ზე. აი ამ -2 წერტილიდან 5 ნაბიჯით გადაინაცვლე მარჯვნივ. და 5. რომელ წერტილში მოხვდი? 3. რა მოქმედება შეასრულე? -2-ს დავუმატეთ 5. ჩაწერე დაფაზეს პირობა. დაბძანე. აბა თუ კარგად გაიგეთ დღევანდელი ახსნილი გაკვეთილი. ვის შეუძლია მიპასუხოს აი ამ ნახაზზე რა სრულდება? აბა მოგძანდით აქეთ. აი ამ ჩანაწერში, აი ეს ორი ნიშანი ერთად რო წერია, რას ნიშნავს? აბა თუ შეგიძლია მიპასუხო. ეს ორი ნიშანი მოქმედების დროს ბათილდება. აბა მოდი ახლა აქ დადექი და მაჩვენე, აბა რატო გაბათილდება? 2 ერთეულით მარჯვნივ გადაადგილება და ისევ მე 2 ერთეულით უკან დაბრუნება, ანუ გამოკლება გვაძლევს პასუხს 0-ს. და ეს შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ რიცხვზე. ნებისმიერ რიცხვზე. კი ბატონო, დაბძანე. აბა ეს შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ რიცხვზე. აბა 5-ს რო 5 გამოვაკლოთ? 5-ს რო 5 გამოვაკლოთ იქნება 0. -6 რო 6 მივუმატო? 0. 0. რა განსხვავება იყო ახლა ჩემ ორ ნათქვამ შორის? 5-ს 5 გამოვაკლო და -6 იქ უარყოფითი მაჩვენებელი წინაა და აქა პირით უკან. სასწავლო პროცესის დროს მთავარი ორიენტირი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ მისი ხარისხი. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს არის გაცნობიერება იმისა, რაც თქვა ძალიან დიდმა პედაგოგმა დისტერბეგმა. ჯობს ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლოთ ერთი საგანი 10 სხვადასხვა კუთხით, ვიდრე 10 საგანი ცალმხრივად. ანუ აქცენტი კეთდება მოვლენის შესწავლაზე კონტექსტში
მისი გამოვლენის მრავალფეროვნებაზე, ანუ ღრმა ცოდნაზე, ისეთ ცოდნაზე, რომელიც ჩვენ რეალურ ცხოვრებაში გამოგვადგება, უფრო ადვილად შევძლებთ ამ ჩვენი ცოდნის გამოყენებას, მანიპულირებას ამ ცოდნისა. კიდევ უფრო მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის ვასწავლოთ სწავლა ჩვენს მოსწავლეებს. ვასწავლოთ ის თუ როგორ უნდა მოიძიონ ცოდნა. აქცენტი კეთდება ბავშვების მომზადებაზე რეალური ცხოვრებისათვის და ჩვენს წინაშე დადგა ასეთი ამოცანები, რომ რასაც ჩვენ ვასწავლეთ თეორიულად, შეგვიძლია თუ არა აქვე შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც ამ ცოდნას, თეორიით მიღებულ ცოდნას ჩვენი მოსწავლეები გამოიყენებენ და აი მონარჩევებს შეიძენენ. არ არის მარტივი ამოცანა, სიმართლე გითხრათ. ამის გადაწყვეტის ერთ ვარიანტს მოგახსენებთ ახლა. ჩვენ გადავწყვიტეთ მოვამზადოთ პროექტი, რომელსაც ქვია გაცნობიერებული მომავალი. ყველა სკოლა მოწოდებულია, რომ ადამიანს აპოვნინოს თავისი თავი. ეს არის უმთავრესი დანიშნულება ჩვენი. უნიჭო კაცი არ არსებობს. ღმერთმა ყველაში ჩადო რაღაც, აი ეს რაღაც უნდა აპოვნინო. ამ ბავშვს პირველი კლასიდან მოკიდებული სულ უნდა ეცადო, რომ ეს აპოვნინო და შემდეგ განავითარებინო, რა. მაგრამ რომ განავითარებინო, როგორც მოგახსენეთ, ამის პირობები უნდა შექმნას, ეს გამოამჟღავნოს, რომ მოსინჯოს თავის თავი ამ საქმეში. ეხლა ძალიან კარგი ინიციატივა წარმოიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სახელობო განათლების ინტეგრირება უნდა მოხდეს ზოგადი განათლების კურსში. ჩვენ შევარჩიეთ საგამომცემლო საქმე, გადავწყვიტეთ, რომ ჩამოაყალიბოთ მოსწავლეთა გამომცემლობა, შევიძინოთ შესაბამის ტექნიკას სამინისტროს გრანტით, თუ ამ კონკურსში ჩვენ გავემარჯვებთ. ეს ჩვენი ბავშვები დაეუფლებიან რამდენიმე პროფესიას, რამდენიმე ხელობას, უბრალოდ. ეს არის მაგალითად დაკაბადონება და შეიძლება რომ ვთქვათ ასისტენტად იმუშაოს ნებისმიერ გამომცემლობაში. უკვე ახლა ეს სკოლას რო დაამთავრებს მაშინ. ეს არის ვებ პროგრამირება. რასაკვირველია ესეც ასისტენტის დონეზე. ეს არის დიზაინი, ვთქვათ, საგამომცემლო საქმის დიზაინი, ასე და ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი უმთავრესი ვექტორი მოქმედებისა, ეს არის რეალური ცხოვრებისათვის საკონკურენციო გარემოში აქტიური მოქმედებისათვის ჩვენი ბავშვების მომზადება. ეს არის უმთავრესი მიზანი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მთლიანობაში წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სასწავლო პროცესი. იგი უზრუნველყოფს თანამედროვე მიდგომას სწავლა-სწავლების ორგანიზაციის საქმეში, რაც მეტად მნიშვნელოვანია მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის. ეს ეროვნული სასწავლო გეგმა არის ერთგვარი გული და შინაარსი მთელი სასწავლო სისტემის. ანუ ამ სასწავლო გეგმის საფუძველზე იქმნება შემდეგ სხვა სტრუქტურები. ამ სასწავლო გეგმის საფუძველზე იქმნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომელიც ასახავს იმ უნარებს, რაც მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, რომ ეს სასწავლო გეგმა ასწავლოს. ეს სასწავლო გეგმა ასევე განსაზღვრავს სკოლის აკრედიტაციის პრინციპებს, ანუ რა უნდა იყოს, თქვათ, ისწავლების პროცესის მახასიათებლები, რაც სკოლაში უნდა მიმდინარეობდეს, ან რა უნდა იყოს გარემო, რომელიც სკოლაში არსებობს. ეს სასწავლო გეგმა გამოიყენება სხვადასხვა კიდევ სხვა მიზნით, მაგალითად შეფასებების ჩატარების მიზნით, თქვათ, ექსტერნის გამოცდების ან მისაღები გამოცდების დაგეგმვის დროს. და რასთავარი ეს სასწავლო გეგმა გამოიყენება სახელმძღვანელოების შექმნის დროს. ანუ და სახელმძღვანელოების გარდა კიდევ სხვა რესურსების შექმნის დროს იქნება ეს სასკოლო ლექსიკონები, თუ ეს იქნება, თქვათ, მეთოდური მითითებები მასწავლებლებისთვის, თუ ეს იქნება პროგრამები უმაღლესებში, მასწავლებლების მოსამზადებელი პროგრამები, თუ სხვა, ანუ რეალურად ყველაფერი, რაც კი სწავლების შინაარსს ეხება, ყველაფერი არის ორიენტირებული ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. რა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის ის დოკუმენტი, რომელიც ერთხელ იწერება და სამუდამოა. ჩვენ ვეცადეთ, რომ შევიქმნა ესეთი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნებოდა საქართველოს მასწავლებლების მიერ და შეიქმნებოდა ისეთად, რომ იცვლებოდეს მუდმივად მომავალში. იმისათვის, რომ თითოეულმა მასწავლებელმა კარგად გაიაზროს საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის არსი, დაეუფლოს ახალ სასწავლო მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, და რაც მთავარია, გააუმჯობესოს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი, იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამიტომ ყოველი პედაგოგი ვალდებულია საფუძვლიანად გაეცნოს საშუალო განათლების სისტემის მარეგულირებელ ამ ძირეულ დოკუმენტს.